128 კლუბში როგორც ისიც დაგვემატა ერთი მენტორი, ერთ-ერთი საუკეთესო მენტორი თლიან საქართველოში, გოგშერა. რატომ ვარ ძალიან ბედნიერი? ამ სერვერზე ვართ უკვე 4 მთავარი ადამიანი, როგორც ისიც მე, თემო, ენიგმა და გოგშერა. მოდი დავჭრით. ანუ 4 ადამიანი, 4 საუკეთესო ადამიანი ესე ვიტყოდი ტრეიდინგის სფეროში. ყველაზე ერთ-ერთი გამოცდილი ტრეიდერები საქართველოში, ანუ 1-2 წლის გამოცდილებით არა, ხო? 6 წელი, 5 წელი, როგორც ისეთ ენიგმა 7 წელია ტრეიდერია, მე 5 წელი მიდის უკვე და რავი, აი საუკეთესოებმა მართლა ვიტყვი რომ შექმნით ერთი საერთო სერვერი. ანუ არ შეგვიქმნია ცალ-ცალკე. იმიტომ რომ ძალიან მაგარ რაღაცებს გეგმავთ ესე რომ ვთქვათ რა. კარგით. რა მოხდა 2 დღის განმავლობაში რაც გოგა გადმოვიდა ჩვენ სერვერზე. როგორც ის live trading-ს ლიდერობენ ესე რომ ვთქვათ გოგა და თემო ერთად. ანუ თემო ჯერ რეებს აკეთებდა ხო გახსოვთ? 3 თვე პროფიტული ვიყავით. 3 თვე სიგნალებით. ყველაფერი იყო გაზიარებული. რა მოხდა 2 შაბათს და 3 შაბათს 4 შაბათს. ანუ ეს 3 დღის განმავლობაში 2 შაბათს არ გაგვხსნია ტრეიდი, 3 შაბათს და 4 შაბათს გავხსენით. ორივე ტრეიდი მოვიგეთ. რა მოხდა? სტუდენტებმა live trading-ში ყავს 50 მემბერი დაახლოებით, ყველამ თითქმის დაწერა პროფიტები. ბერმა payout-იც მიიღო და ესე ვიტყვი რომ 3 შაბათს $50,000-მდე დაიწერა. 4 შაბათს დაიწერა დღეს, ანუ $20,000-მდე სტუდენტების მიერ 828 კლუბში. ანუ ორი ტრეიდი გავხსენით ერთად, გოგა და თემომ გახსნეს ჩვენ კლუბში ორივე. საერთო ტრეიდი ესე რომ ვთქვათ, ერთად ივაჭეს პირველად და ორივე ტრეიდი მოიგეს, 2-დან 2 მოგება. ჩვენი ვინსტრიკი გრძელდება, რა თქმა უნდა. ეხლა ამ ყველაფერს განახებთ რა, უბრალოდ აი ეს ფუჭი სიტყვები რო არ იყოს რა და განახებთ მაინც ფაქტებს, რა თქმა უნდა, ტრეიდინგს უყვარს ფაქტები. ტრეიდინგს არ უყვარს მხოლოდ საუბარი და ხო ხვდებით, უყვარს ფაქტები. ტრეიდინგში ფაქტები თუ არის საუბრე, ნული ხარ. ამიტომ ჩვენ გვაქვს მაგის მტკიცებულება, ხო? ჩვენ 828 კლუბი ვართ და ჩვენ გვაქვს მაგის მტკიცებულება, რომ ყველა ტრეიდი, რაც გავხსენით ამ კვირის განმავლობაში მოვიგეთ. თუ წავაგეთ, რა თქმა უნდა, მაგასაც განახებთ. ხო? ტრეიდინგში 100%-იანი win rate არავის არ აქვს, შეუძლებელი არის. ეხლა ნახეთ. ასევე დავიწყეთ forecast-ების ჩაგდება, რა თქმა უნდა, უფრო აქტიური ვიქნებით და GPY-ში გავხსენით, ესე რომ ვთქვათ, ანუ გავაზიარე forecast-ი. რა თქმა უნდა, მეც შევედი და ერთ-ერთმა ჩემმა მოსწავლემ და თავისმა მეგობარმაც გახსნა ტრეიდი და რა თქმა უნდა დაწერეს მოგება და ფულიც. ძალიან მიხარია, მაგ ტრეიდს განვიხილავ, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად მაინც რომ მიხვდეთ, როგორ ვაჭრობ, როგორ ვუყურებ და შეიძლება ერთი რაღაც ორი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. ეხლა მოდი გადავიდეთ რაზე? ფაქტებზე. რა მოხდა 828 კლუბში ამ 2 დღის განმავლობაში? აი ესე, შევდივარ პროფიტში. ავდივარ, scroll უყურეთ უბრალოდ $614. $3,800. ჩვენმა მოსწავლემ სიგიჟეა. $428. $624 მადლობა ბიჭებს 828. 5 აკაუნტი გაფასა ერთ-ერთმა ჩვენმა მოსწავლემ, როგორც ხედავთ. $250,000 აკაუნტები. მეტი აღარ გითხრათ. $1,500. ნახეთ, $600, $608. $1,000, $806, $2,000, $556, $356, აქ ბოდიში რო გამოტოვე, $1,100. ასე შემდეგ. ეხლა განახებთ, ანუ ეს იყო დღევანდელი, ეხლა განახებთ სამშაბათის დღეს. მოდი. აქ ნახეთ ამათაც 5,000 დაწერეს, $5,500 გავაფრენ. კი ბატონო, ავიდეთ. აი, ეს არის ხა გუშინდელი. 2,000. ეს გამოთვალე $9,000-ია დაახლოებით $10,000. $1,000. ნახეთ, $959, $615, $614, $870. ნახეთ, $51,000-ზე ავიდა, $658, $878, $753, $753 და აი, რავი, როგორ არ უნდა მიხაროდეს, აი, როგორ არ უნდა მიხაროდეს ეხა ეს ყველაფერი. აი, როგორ არ უნდა მიხაროდეს, რომ ხალხი შემოდის და რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად ვაჭრობს live trading-ში და აკეთებს ფულს გამოიმუშავებს და ანუ მართლა რა არის სასაცილო ისიც live trading ხოლმე დღეს $97 თვეში. $97 და დღეს ორმა მოსწავლემ ჩაგვიგდო ისეთი სურათი, რომ ერთმა $900 გამოიტანა payout-ი, მეორემ $1,200. წარმოიდგინეთ, ანუ $97 მარტო და გააკეთეს $900 და $1,200 და ეხლა რამდენი პროფიტი განახეთ ხო ხედავთ? 5 აკაუნტი გაფასა ერთმა მოსწავლემ, ანუ უკვე live-ი აქვს, ხვდებით? $250,000 აკაუნტის live-ი აქვს. რა მოგებასაც დაწერს უკვე თავისი იქნება ყველა პროფიტი რა.
ხო რა თქმა უნდა იქ 80% თუ რამდენიცა რა მნიშვნელობა ხო თუ გააკეთეთ თქვა $1000 მისია ერთი აკაუნტიდან წარმოიდგინეთ ეხლა GPY-ზე ვისაუბროთ რა აგერ როგორც ხედავთ კარგი კოლი იყო GPY-ზე ერთს გავუზიარა და 350 ამოაგდო ეგრევეო ან წარმოიდგინეთ $350 გააკეთა ერთმაო ძალიან მიხარია მართლა თვითონაც პროფიტი დადო რა თქმა უნდა აგერ პროფიტებში თუ შევალთ აი ხა ქვევით ჩამოსკროლავ აგერ ძალიან კაი ტრეიდი დაიჭირა ეს იყო რა თქმა უნდა გაზიარებული ჩვენ სტუდენტ forecast-ში სად არის forex-ი აგერ forex analysis მოდი ხა გადავიდეთ ჩარტზე რა თქმა უნდა შევხედე 1 საათიანს და რა გვაქვს 1 საათიანს რა თქმა უნდა მაგ liquidity sweep-ი იდეალური რატო არის liquidity sweep-ი იმიტომ რომ არ გვაქვს body closure-ი upside ანუ მაღლა და ფასმა არ გაგრძელა რა ზევიცვლა ანუ არ გაგრძელა აღმავალი ტრენდი ქონდა rejection-ი უარყო ესე რომ თქვა და დაიწყო რა დაღმავალი ტრენდი რა თქმა უნდა ქონდა change of character მოდი სწორად მოვნიშნოთ ანუ აგვაქვს change of character რატო გვაქვს change of character იმიტომ რომ რა მოხდა ტრენდი შეიცვალა ხო ტრენდი შეიცვალა და უკვე რას ნიშნავს bearish order flow გვაქვს როდესაც გვაქვს ჩვენ დაღმავალი ტრენდი რა თქმა უნდა ტრენდს უნდა მივყვეთ ტრენდი არის ჩვენი მეგობარი ხო ჩვენი მტერი არ არის ამიტომაც უნდა მივყვეთ ტრენდს თუ ტრენდის წინააღმდეგ წავედით რა თქმა უნდა დავიჩაგრებით აქ გვაქვს ხა ნახე იმბალანსი იდეალური აქ liquidity sweep-ი იმბალანსი change of character-ი და რა თქმა უნდა გვაქვს supply იდეალური supply ყველა confluence ესე რომ ვთქვა არ ესპექტებს და რა თქმა უნდა ჩვენ პირდაპირ აქედან sell-ს არ განვახორციელებთ ხო მე ყოველთვის ველოდები დასტურს entry models გადავედი სამწუთიანზე და რას ველოდები ხა აქ როგორც ხედავთ New York სესიაზე ვართ იდეალური დრო სავაჭროთ იდეალური და რა მოხდა დავინახე internal structure moment-ი აქ მაგ breakout structure-ი და აქ ქონდა სამწუთიანი supply ეხლა ნახეთ აქ breakout structure-ი internally რა თქმა უნდა lower time frame-ზე ესე ვაჭრობთ თუ გინდათ რომ შეისწავლოთ როგორ ვაჭრობთ ჩვენ როგორ უყურებთ ტრეიდინგს რა თქმა უნდა მაგის mentorship-ი ჩვენ Discord server-ზე არის სადაც ნულიდან ვასწავლეთ აი სადაც ტრეიდინგის გაგებაზე თუ არ ხარ ნულიდან ვიწყებთ ყველაფერს რა Discord-ზე ნახავთ ყველაფერს ეხლა ნახეთ მე დავალოდე რა თქმა უნდა რაღაც რეაქციას ამ supply-დან პირდაპირ არ დავაყენე ლიმიტი ასევე იმბალანსი მქონდა ინდუსმენტი მქონდა და კი ბატონო როდესაც უკვე დავალოდე ჩემ confirms stop loss მქონდა აი აქ 14 pp მქონდა და take profit მქონდა 3.7 3.72 არ არის გამომივიდა იმიტომ მეტი არ მჭირდებოდა მართლა და აი ეს დავათარგეთე შემეძლო უფრო ქვევითაც რა თქმა უნდა ანუ ჩაულებრივად აქ ეს low-ებზე იმიტომ support-იც გვაქვს აქ და ძალიან ბევრი ტრეიდერი უკვე აქედან ტრეიდს გახსნიდა აი ესე ანუ ძალიან ბევრი stop loss-ი გვაქვს ამ ზონებზე ხო მაგრამ მეტი არ მჭირდებოდა 3.72 იყო ჩემი take profit-ი აი ესე და New York სესიაზე რა თქმა უნდა განვახორციელეთ ეს სელი და რა მოხდა იდეალური ხო დავალოდეთ supply mitigations რა თქმა უნდა higher time frames დავალოდეთ ხო აქედან არ გამიხსნია ტრეიდი აქედან არ გამიხსნია რატომ იმიტომ რომ ველოდები ყოველთვის რას A+ setups ველოდები აი ყველაზე საუკეთესო სვლას ანუ ფეხებზე მკიდია ბოდიში ესეც თქვას რომ ვიყენებ მართლა ფეხებზე მკიდია რამდენ ტრეიდს გავხსნი ანუ 10 ტრეიდს გავხსნი თუ 20 ჩემთვის თავარია გავხსნა ერთი ტრეიდი და ის იყოს იდეალური ხო აი იდეალური როგორ ითხრათ აი ყოველთვის ჩემ მოსწავლეებსაც ვეუბნები მაგას რომ ჯობია გამაზო ტრეიდი ვიდრე წააგო დამიჯერეთ რა აი ეს ჩაიბეჭდეთ ტვინში იყავით მომთვენი ტრეიდერები და ძალიან ბევრი კარგ ტრეიდს დაიჭრეთ და პროფიტულიც გახდებით ანუ დავალოდეთ ამას იმბალანსი ქონდა აქ იდეალური ქონდა breakout structure-ი იყო New York სესია ვიყავით higher time frame supply-ზე და რა თქმა უნდა შევიდით აქედან დავალოდეთ ჩემ confirms გამახორციელე სელი და ბუმ მოგცა იდეალური ესე რომ ვთქვათ რეაქცია 3.72 ანუ თუ გარისკავდი $100 მოიგებდი $372 ხო როგორც მე ვაჭრობ მინიმუმ 2.5 არ არის საშუალოდ 3 არ არის და ეს იყო ჩემთვის იდეალური ეხლა განახებთ ერთ ტრეიდს კიდე აგერ ტელეფონში მაგ გასწრილი რა თქმა უნდა ესე რომ ვთქვათ ვიყიდე დღეს აკაუნტი მოდი ვცდი მეთქი ერთი პროფილმა არის მაინტერესებს და აგერ ეს არის ოქროზე რაცა არ ჩანს აქედან აგერ იმედია ხედავთ აგერ ხო ეხლა ველოდებით აქ take profits რომ მივარტყათ აგერ იდეალური ტრეიდი არის აგერ როგორც ხედავთ ველოდებით უკვე break even-ს გადმოვიტან იმიტომ ზევით თუ ავა მარკეტი უკვე ნამდვილად აღარ ჩავა აქამდე უკვე risk free არის და რა target-იც მჭირდება 3000 იქამდე ვაცდით რა და მაინტერესებს მართლა ეს payout-ი იხდის ანუ ეს პროფილმა იხდის თუ არა მაგას რა თქმა უნდა უკვე განახეთ
ძალიან მაგარი რაღაცა ტრეიდინგი. აი მართლა ძალიან მაგარი რაღაცა, იმიტომ რომ ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება ივაჭრო, ნებისმიერ დროს შეიძლება ივაჭრო, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა bypass-ი რა. ანუ რას ნიშნავს ეს? უნდა თავიდანვე ფული გააკეთო, უნდა რომ თავიდანვე მილიონერები გახდნენ. ძალიან ბევრი წერს სამწუხაროდ, რომ რამდენი თანხა საჭირო რომ ჩავდო დავიწყო. საერთოდ არ დასვა კითხვა. ნახე რატო? ჯერ იცი რა კითხვა უნდა დასვა? როგორ მივიღო ცოდნა? რა ცოდნა მივიღო? რა მჭირდება იმისთვის, რომ პროფიტული გავხდე? მაგალითად, აი სიტყვაზე ვამბობ, რო გავა 6 თვე, შენ შრომას რო ჩადებ, შენ რო იმედს ადინებ, შენ რო დემო აკაუნტებზე რაღაც გამოცდილებას აიღებ, მე პროფილებს ვწდი. უკვე აი ცოდნა რო დაგიგროვდება, მე უნდა დასვა კითხვა, რომ რამდენი თანხა საჭირო ინვესტიციისთვის. საერთოდ არ უნდა იფიქრო თავიდან რამდენია თანხა საჭირო. იმიტომ რომ უკვე სხვა მენტალიტეტი გაქვს, სხვა მაინდსეტი გაქვს და ტრეიდინგისთვის მზად არ ხარ. ანუ შენ ტრეიდინგს უყურებ როგორც ღადაობა, თუ მაგას ამბობ, რომ რამდენი თანხა საჭირო. ამ კითხვას თუ ხსოვ, რა თქმა უნდა, ტრეიდინგზე არ იცი არაფერი. ამიტომ ας გთხოვთ, სანამ წააგებთ ძალიან ბევრ აკაუნტს, აი უაზროთ, რო არ იცით საერთოდ როგორ ივაჭროთ. ჯობია ჯერ ისწავლოთ, ცოდნა მიიღოთ და შემდეგ უკვე დაიწყოთ ვაჭრობა. თქვენ აგონიათ მე პირველ 6 თვეში ან პირველ 1 წელში ვაჭრობდი? არა, რა თქმა უნდა. კი, არიან ახლა ტრეიდერები 3 თვეში დაიწყეს ვაჭრობა და პროფიტულები არიან, მაგრამ მე სამწუხაროდ არ მყავდა ეგეთი ადამიანები გვერდში, რომ თავიდანვე აი რაღაც შეცდომები ეთქვათ რაღაც აი პრობლემები ან არ ვიცი, აი გვერდში ამოდგომოდა და დამხმარებოდა. მაგრამ 1-5 წელს წინ არ იყო სამწუხაროდ ეგრე. მაგრამ ეხლა არის მისი არის მაგის შესაძლებლობა, რომ ვიღაცები გვერდში დაგიდგნენ და ტრეიდინგი ისწავლოთ. ანუ ნახეთ ხა ჩვენი კლუბი მაგალითად 828 კლუბი. საუკეთესოა მართლა. აი ნეტავ ესეთი კლუბი ყოფილიყო მე როცა ვიწყებდი ტრეიდინგს, იმიტომ იმპულს რაც წავაგე თავიდან არ წავაგებდი, რა თქმა უნდა. უფრო მალე გავხდებოდი პროფიტული, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, ხო? მოვედი აქამდე ჩემი ჩევძელი და მადლობა ღმერთს და მადლობა ჩემ წინანდელ თავს, ესე რომ ვთქვათ. ვისაც ტრეიდინგი აინტერესებს, ამას ვიტყვი. შემოდი ჩვენ ჯგუფში, ლინკი იქნება კომენტარებში. გელოდებით ყველას. შედეგს ნახულობთ. ხარისხს ნახულობთ. მომავალში უამრავი რაღაცას გვიგავთ. აი, უამრავი რაღაცა იქნება მომავალში. ამიტომაც შემოდით, შემოგვიერთდით და ერთად დავწეროთ ისტორია. წარმატებები ყველას.